მოგესალმები, დადგა 4 შაბათი საღამოს 8:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო პატიმრები განსაკუთრებით, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და გარეთ ყოფა მინდა გისურვოთ და თქვენი ოცნებებს ახდენა მინდა გისურვოთ. მინდა აუცილებლად უცხოეთში მყოფ ადამიანებს იგივე უსურვო და დღეს გვყავს სტუმრად მამა გიორგი თეოდორაშვილი, ადამიანი, რომელიც აი მართლა გეფიცებით ყველაფერს რომ მოდის ხოლმე ეს ადამიანი ოჯახში მგონია თავი, იმიტომ რომ ოჯახის წევრით შინაურულად როგორც ძმას, შვილს, სულიერშვილს, აი ყველანაირად ღებულობს ხოლმე და დიდი მადლობა მამო ამისათვის თქვენ და მამო საერთოდ ერთმანეთი როგორ მივიღოთ? აი თუ შეიძლება, აი ხო ხედავთ თქვენთან კითხოს არ ვზარდებ და პირველი კითხვა ეგეთი რაღაცა იქნება, რომ ერთმანეთს გული როგორ გაუხართ? აი ერთმანეთის, აი ჩვენ ხო ერთმანეთისთვის გავჩნდით ადამიანები და ჩვენ ამ დროს ვექცით ვიღაცას ნავთად, ვიღაცას ცეცხლად, რაღაცა ცუდად ვექცევით ადამიანები ერთმანეთს. იმის მაგივრად თუ დავამწყნაროთ, დავამშვიდოთ რაღაცა, როცა იმაშია პირიქით ვაღუვებთ, კონფლიქტსაც, ყველაფერსაც. რა უნდა ვქნათ მამო და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სიტყვაზე ცეცხლი როა დანთებული, ნავთი რო არ იყო და წყალი რო იყო, რომ ჩააქრო და პირიქით სიმშვიდის ტრედი რო იყო რა. პირველ რიგში მადლობა გიორგი, რომ მომიწვიე. დიდი მადლობა თქვენ. ძვირფას მაყურებელს ამ სიცხეში რომ გამონახავენ დროს და ბოლომდე ჩვენთან დარჩებიან, ან მერე რომ მიყურებენ, ან მოგვისმენენ. ძალიან საინტერესო კითხვაა გიორგი. ამის პასუხი ცოტა უფრო თავიდან უნდა დავიწყოთ, როგორც რიტორიკაში წერია, არისტოტელეს რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით იწყება, ხო? ადამიანი სანამ დაეცემოდა გიორგი, იყო თეოცენტრული არსება. ანუ ის ღმერთს ჭრეტავდა, ღმერთთან იყო, ბედნიერი იყო და ჰქონდა სიმშვიდე და სამოთხეში ცხოვრობდა. როგორც კი დაეცა ადამიანი, გახდა ეგოცენტრული. ანუ მის გარშემო დაიწყო ყველაფერმა მოძრაობა. და დღეს თანამედროვე ადამიანის პირველი პრობლემა არის ეგო, ანუ მე ასეთი ვარ, მე ეს მინდა, მე ამის ღირსი ვარ, მე იქ უნდა წავიდე, მე რატო არ დამაწინაურეს, მე რატო არ დამპატიჟეს გიორგი დარასელიასთან ეთერში, მე იმ თანამდებობაზე რატომ არა ვარ, ის უნდა იყოს და მე არა ვარ და შორს რომ არ წავიდეთ ოჯახში, ცოლ-ქმარი ჩხუბობს რატო? აი მე არ ვიყავი შენი ღირსი, მე მეტი მეკუთვნო და მე რატო არ გამიკეთე ეს? გავყოლოდი იმას გავყოლოდი, შე როგორ გამოგყევი, ჩაიხედე სარკეში რას გეხარ, მე მეტი მეკუთვნო და ესა და ეს გვარი ვარ, შენ ეს გვარი ხარ, შენ ამ კუთხიდან ახარ, მე ამ კუთხიდან ვარ. აი იმას ისეთი ქმარი უნდა ყავდეს და მე ასეთი ცოლი უნდა მყავდეს და ასე შემდეგ. თუ გვინდა რომ ცეცხლზე ნავთი არ ვიყოთ ამთივა, უნდა დავწიოთ ეგოიზმი. როგორ უნდა დავწიოთ? ეს კარგია, ხო? ეგოიზმი უნდა დავწიოთ. როგორ უნდა დავწიოთ გიორგი ეგოიზმი? ანტიკურ ხანაში სანამ ქრისტე განკაცდება, ყველაზე დიდი გამონათქვამი, რაც კი კაცობრიობამ წარმოშვა, ეს იყო ასეთი ნათქვამი, რომელიც ოქროს ასოებით ეწერა დელფოში აპოლონის ტაძარზე. შეიცან თავი შენი. სოკრატე, ცნობილი ფილოსოფოსია, არა მარტო ანტიკურ ხანაში, აი დღესაც თანამედროვე ფილოსოფოსები ამბობენ, რომ თანამედროვე ფილოსოფია სხვა არაფერია თუ არა სოკრატეს ფილოსოფიის ქოლიოები. როდესაც მივიდა ტაძარში, მას შეხვდა პითია იყვნენ კითხავი ქალები და უთხრა სოკრატე, შეიცან თავი შენი. ოღონდ პითიამ ის კი არ უთხრა, რომ შენ ცუდი დაინახეო შენ თავში. შენ დიდი კაცი ხარ სოკრატე და შენ არა ხარ ამათი ღირსი, შენ სხვაზე უკეთესი ხარ. მაგრამ სოკრატე პირიქით გაიგო, ჩაფიქრდა, ჩაუღრმავდა თავის თავს და თქვა, მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი. მაგრა გამოიყენე ეს პირიქით. უყურეთ, რა საინტერესოა და ბევრი მართლმადიდებელი მოძღვარი სოკრატეს უწოდებდა ისეთ ფილოსოფოს, რომელმაც ნაწილობრივ შეიცნო ქრისტე, რამე თუ ის მოუწოდებდაო ადამიანებს უკეთური ძალების განსხმისაკენ. რა საინტერესოა, მაშინ ქრისტე არ არის განკაცებული, მაგრამ მისი ფილოსოფია უგვან ძალებს განაძევებდაო შეძლების დაგვარად ადამიანებიდან. ძალიან საინტერესო რამეა.
ეხლა რა ხდება ჩვენთან? ყველაზე საინტერესო პიროვნება ძველ აღთქმაში არის მოსე. მოსეს შემოაკვდება ეგვიპტელი თავისი თანამემამულეს გამოეცნაურება დაიცავს, გამოვა ერიდან, განმარტოვდება, გახდება მწყემსი, ცხვრის მწყემსი გახდება და დაიწყებს საკუთარ თავში ჩაღრმავებას. პირველი რაც უნდა გააკეთოს ქრისტიანმა, რომ განხრთობის ეტაპები გაიაროს გიორგი და კარგი ადამიანი გახდეს, უნდა ჩაუღრმავდეს თავის თავს. როგორც სოკრატემ თქვა, რომ შეიცან თავი შენი, სოკრატე მოისმინა, სოკრატე ჩაუღრმავდა, მიხვდა რომ არაფერი არ იცის და დაიწყო შემეცნება. აი ასევე ჩვენ. ეხლა მე მინდა რომ განვიკითხო რომელიმე მოძღვარი, რომელიმე პიროვნება, მაგრამ მე თუ ჩაუღრმავდები ჩემ თავს, გიორგი, ვიტყვი, სადამცალია, კაცო, ეხლა მე ვისაუბრო ის როგორი მოძღვარია, ეს როგორი მოძღვარია, იმიტომ რომ ჩემ თავში იმდენი ჭია, იმდენი მატლი, იმდენი სიბინძური და ჯოჯო და არაწმინდა ქმედება და სურვილი და ვნება დავაფიქსირე, სადამცალია, გიორგი, ეხლა მე რომ ვირიქით ხო, რომ დავინახავ რომ ვიღაცას წოდავს და ცეცხლზე ნავთი კი არ ვიქნები, მივალ და აცებ ხელს და ცეცხლიდან გამოვიყვან გიორგი იმ ადამიანს და ვეტყვი რომ არ არის ეგრე შემოკარგი, მოდი რა, მოდი მე და შენ დავჯდეთ და ერთმანეთს ვესაუბროთ და შენ გამიზიარე შენი პრობლემები და მე გაგიზიარებ ჩვენ პრობლემებს და ერთმანეთს რო ჩვენ პრობლემებს გაუზიარებთ, გიორგი, ჩვენ უკვე დავეხმარებით ადამიანებს და ეგოცენტრული არსებები კი აღარ ვიქნებით, არამედ მე აი უყურე პავლე რატო იყო დიდი რომ ყველასთან ყველაფერი გავხდი, რათა ისინი შემეძინა. მონასთან მონა, თავისუფალთან თავისუფალი, ქრისტიანთან ქრისტიანი, წარმართთან არა წარმართი, მაგრამ ისეთი ქრისტიანი რომ წარმარს კი არ ლანძღავს, არამედ აჩვენებს სიდიადეს ქრისტიანობის. ეს იყო პავლე. ჩვენთან როგორ არის გიორგი? აუ ის ხიბშია, ის ბნელია, იმას გამოცხადებები აქვს, ის გადახრები აქვს იმას, ის ვერცხლის მოყვარია, ყველას შევაფასებთ გიორგი ჩვენს გარშემო, ჩვენი თავის გარდა. კარგი ანალიტიკოსები ვართ და ამით ვერ ავხვდებით, რომ ჩვენ ეგოს უკმევთ, უზორავთ. ჩვენი ეგო ჩვენი კერპია და რომ გვინდა რომ ჩვენი ეგო კარგად იყოს, ხო, ჩვენ გვინდა გარშემო ასეთი ნათქვამი აქვთ თანამედროვე იმათ პოლიტიკოსებს, რომ მასონური ამერიკული ვარდი რომ ვარდმა რო გაიხაროს, გარშემო სხვა ყვავილები უნდა მოსპო. რომ იმ ვარდმა გაიხაროს. ანუ ხო ხვდები, ჰეგემონია რო დაამყაროს ამერიკამ, ხო, ირანში უნდა დაინახოს პრობლემა, რომ ბომბები, ასე თქვათ, გაუშვას იქით, ხო? იქ დიქტატურის პრობლემა უნდა დაინახოს, იქ უნდა დაინახოს და მშვიდობის სახელით უნდა დაბომბონ. ხა მე ირანის ხარეზე არა ვარ, მაგრამ ხო, აი ხო ხვდებით რა ხდება ხალხო, რომ ეს ყველაფერი პიროვნულია, გიორგი. პიროვნებიდან იწყება და ის პიროვნება რა თანამდებობასაც მიაღწევს, იმ დონეზე ამჟღავნებს თავის ეგოიზმს, თავის კაინიტობას, თავის ამპარტავნებას. თუ გლეხია გიორგი და უბრალო მუშა, რა უნდა გააკეთოს, ვიღაცა შეიძლება იქავე მეზობელ გლეხს გული ატკინოს, ხო, რაღაცა ცუდი უთხრას. თუ მუშა დაზგასთან, იქ კიდე ვიღაცა შეიძლება ნერვები მოუშალოს. ან საქმოებათან წარმოებებს, მაგრამ თუ პოლიტიკოსია, თუ თანამდებობის პირია, თუ დიდი საშუალებები აქვს, ხო? ძალიან ასე თქვათ, საშიში პიროვნება, გიორგი, ასეთი და სამწუხაროდ, ასეთი ეგოისტები და ეგოიზმის ჭურჭლები ძალიან ბევრი არიან. ნახეთ, რამდენი ოჯახი ინგრევა, გიორგი, ისთვის იცი? აი, არ უყარვარ. მღალატობს, ამას აკეთებს, იმას აკეთებს და უკაცრავად ქალბატონო, თქვენ გიყვართ თქვენი მეუღლე? იმას უყარვარ? მე თქვენ გეკითხები ჯერ, თქვენ გიყვართ? უსიყვარულობით იწყება ყველაფერი ოჯახში, გიორგი, გადაეცემა ბავშვებს, ის ბავშვები დეპრესიულები იზრდებიან, გამოყოლილი აქვთ ოჯახებიდან ჩხუბი, ყვირილი, ბილსიტყვაობა, სულ დამცირება, ქილიკი, ხელით შეხება და ჩვენ ვინ მივიღეთ, გიორგი, დღეს, ხო? როგორი თაობა მივიღეთ? საშინდელი თაობა მივიღეთ, რომლებიც არიან ძალიან დეპრესიულები, ძალიან ესეთი სერიოზულები, ხო, და ჩვენ თაობას პატვის არსებენ. და გონიათ რომ ჩვენზე მეტი იციან და ჩვენ სადღაც 90-იანელებში ჩამორჩით
მაგრამ მათ არიციან გიორგი რომ თუ არა 70-იან წლებში მოღვაწე კომუნისტი მეცნიერები დღეს მობილური მაგათ ხელში არ ეჭირებოდათ. ეს მობილური ჰაერიქი ციდან კი არ ჩამოფრინდა კაცო. ეს არის ზუსტად იმ დიდი მეცნიერების, კვლევების და შრომების შედეგი. რა საფრთხე აქვს თანამედროვე ახალგაზრდებს აქავე ეს არ გეგონოთ რომ მე გადაუხვიე, ხო? არა მე გეტყვით ხოთა შორის სწორი არის თქვენ აი. უყურე გიორგი, ყოველგვარი შრომის გარეშე მიღებული ინფორმაცია ხო, ადრე რომ ინფორმაცია მოგეპოვებინა, გიორგი, ამდენი უნდა გეშრომა და გეკითხა, ხო? ეხლა აკრიფავ Google-ში, ან ხელოვნური ინტელექტში დღეს ბავშვები უკვე სკოლაში დავალებებს ხელოვნური ინტელექტით ამზადებენ, რომელიც დემონური. ხო, აშტერებს ადამიანს. დემონურისგანაა. ხო და წარმოიდგინე, გიორგი, რასთან აქვს საქმე, ხო? ხო და როგორც კი დაელაპარაკები ეტყვი ახალგაზრდა, იცი მე უფროსი ვარ. ეგოიზმი ეგრევე ერთვება, მე უფლებები მაქვს, პატარა ბავშვი გეუბნება, მე ჩემი უფლებები ვიცი. მოვალეობები არ იცი შვილო, მოვალეობები არ იცი რომ უფროს როგორ უნდა ესაუბრო? მაგრამ წარმოიდგინე რომ აი თანამედროვე ახალგაზრდები როგორი ამპარტაუნები, როგორი ამაყები არიან და თან გონიათ რომ ბევრი იციან. აი მოდი Wi-Fi გამოურთი აბა, ინტერნეტიდან გამოიყვანე, პლანშეტები დაუხურე და დავჯდეთ და ვისაუბროთ, აი რა იციან აბა ერთ. ძალიან ხშირად მე სუფრაზე შემხვედრი ვარ გიორგი ახალგაზრდებს, ორ სიტყვას ვერ გადააბავენ თავიანთი აზროვნებით, მაგრამ იქ რო შევლენ შეიძლება ამერიკიდან რომელიღაც ბანკი გადარწონ, იმდენი იციან. ხო და ეს ყველაფერი რა არის გიორგი, ეს არის აი ზუსტად ამ ეგოიზმის აყვავების პერიოდი რა. ხო და მშობელმა თუ არ დააფიქსირა თავის თავში ეგოიზმი, შვილმა როგორ უნდა დააფიქსიროს, ხო? აი ერთი ძალიან საინტერესო ამბავი და რა თქმა უნდა ყველა არის. უყურე გიორგი, აბიტურიენტების პერიოდი, აბიტურიენტობა არის და მამა და შვილი ბათუმში პლიაჟზე სანაპიროზე, ზღვის სანაპიროზე ისვენებენ, რომ ეს ბავშვი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში და მოდის ბიჭი, რომელიც ყიდის სიმინს და მამა რას ეუბნება, იცი, ამ შვილს. შვილო, ისეთი კაცი გამოდიო და ისე ისწავლეო, მარტო შენი თავისთვის კი არ იყო, აი ამ მესიმინდე ბიჭსაც რო დაეხმარო. ჩვენთან როგორ არის, ხო? აი ისწავლე რომ მე მათხოვარი არ იყო და აი მენაგვი არ გამოხვიდე, ის მუშა და გლეხი არ გამოხვიდე და რაღაც ესეთი, ხო? უკვე წურთნი ამ პარტაუნებაში ეგოიზმა რო, ესე იგი, მისი ეგოიზმი რო ავიდეს კუბში, ხო, რომ აი შენ ესეთი კაცი შვილი ხარ, ამ გვარი შვილი ხარ, აი ამ კუთხიდან ახარ და აბა იცოდე შენ არ დაუხარო თავი არავის. არ ვიცი გიორგი ნიკო კეცხოველი იყო თუ აი შეიძლება მეშლება, მაგრამ რომელიღაცა დიდი რექტორი იყო უნივერსიტეტის და ჩამოვიდა ხევსურეთიდან ერთი ახალგაზრდა ბიჭი რა, რომელიც ეხლა ცოტა დაგოიმდა ქალაქში მოხვდა და სწავლას მაინც და მაინც ვერ სწავლს, ქუჩაშია, მოკლედ მეტროს წინ დგას, ეს უმძირას შეექცევა და მოკლედ აცდენს ლექციებს რა. და ნიკო კეცხოველი, ну ავიღოთ ნიკო კეცხოველი თქვა, ხო და გაბრაზდება დაიბარებს მის მშობელს, სად იყო ტელეფონი მაშინ, ხო, წერილი გაუგზავნა. და ჩამოვიდა, იქიდან მიიღო წერილი, იმიტომ რომ ჩამოსვლა ცოტა რთული იყო. რომ მეო ბატონო ნიკო ხმალი ასალესად გამოგატანეთო, დასაჩვენებლად კი არა. თუმცა შენთან იმიტომ გამოგზავნეო, ჩემი შვილიო, რომ იმდენად საინტერესო უნდა იყოს მანდ სწავლა და ყურადღების მიქცევა, რომ ჩემი შვილი მეტროს წინ კი არ უნდა იდგესო, უნდა ამილესოთო ხმალი. ძალიან საინტერესოა ეს. ხო და დღეს ეს არ ხდება გიორგი, დღეს ესე აი მიშვებულია ყველა ახალგაზრდები ოთახებში სხედან, დედას და მამას გონია ეს სახშია რა, მოკლედ კარგად არის, იცი რა განათლებულია, იცი რამდენი ხელფასი აქვს, აი ეს მასაკეთებს თქვა, ხო, ეს არის პროგრამისტია ჩემი შვილი, დიდი ხელფასი აქვს, ხო, რაღაცა აი ესეთია და თან ამაყობ, რა თქმა უნდა, მაგრამ რო უთხრა წადიშვილო პური მოიტანე, აუ ქალო სადამცალია შეიძლება გით ნაგავს არ გადაყრიან გიორგი. მაგრამ ჩვენ დედა გენასოროს ნაგავს მე გადავყრე პურს მე მოვიტან, ოღონდ შენ არ მოწყდე ამ ეკრანს, ხო? და დღეს ბიო ზომბირებული რობოტებივით არიან სამწუხაროდ და აი ყველაზე კარგად ჩვენი ეგოიზმი გადავიდა ჩვენი შვილების ეგოიზმის და იკვებება აქედან. ანუ რამე და ამ ხელა შესაძლოა გავაკეთე რომ ჩვენ რომ აი ძალიან მომეწონა გიორგი შენი შედარება რომ არ ვიყოთ ნავთი ცეცხლზე ჩაუღრმავდეთ ჩვენი სასმენელი დაუგდოთ ღმერთის ხმას, რას ამბობს ღმერთი? უარყავ თავითვისი და შემომიდექი მე, რას ნიშნავს კაცო ეს უარყავ თავითვისი?
უარყავ, ეს ეგოიზმი უარყავი ერთხელ და სამუდამოდ რა. სხვის თვალში ნუ უყურებ ბეწვს, შენ თვალში დირე დაინახე. აი ეგ არის ეგოიზმი და შენ თუ ეს ეგოიზმი არ უარყავი გიორგი და შეუდექი ქრისტეს ბარაბა ხარ და არა პავლე ან პეტრე. ხო პეტრე პავლობის მარხვაში ვარ და წარმოვიდგინე რა საინტერესო ფიგურა არის პავლე, ხო? ესე იგი გამალიელის ფეხებთან აღზრდილი. გამალიელი ერთ-ერთი რაბინი იყო, ძალიან დიდი რაბინი იყო. რომის იმპერიაში დაბადებული, კილიკიის ტარსუსში, რომის მოქალაქე, რაბინი, ფარისეველი პარტიით და გაიგებს, რომ დამასკოში, სირიაში არიან ქრისტიანები. და მიდის გიორგი, რომ ისინი ფაქტიურად უნდა როგორ ვთქვა, უნდა დახოცოს, ან უნდა აწამოს, ხო? ისე თქვენთან კამათი ჯობი ხა რომ გისმენთ, ხო? ეს კამათზე მაინც უფრო სხვა რა მიდის, რომ უნდა აწამოს. ამათ გონია რომ კაკსაკეთებს. გონია რომ კაკსაკეთებს რა. რაში ცუდი რა არის, ხო? ერთგული შვილია, იუდეველია და გზაში თვალთ დაუბნელდება. როგორც თხოთის თაზე მირიან მეფეს დაუბნელდა და მე ნათელი იხილა, ხო? და ეუბნება რომ საულ, რატომ დევნი მე? აი იქ მოკვდა პავლეში საულე ეგრევე კვდება, ეგრევე მისი ეგოიზმი. აი დაიბნევა ქვიშასავით და ვინახარ უფალო და რა გსურს რომ გავაკეთო. აი შეკითხვა უნდა დავსვათ გიორგი ამ მარხვაში მაინც რომ კი ვიცით რომ იესო ქრისტე არის ჩვენი უფალი, ჭეშმარიტი ღმერთი. იცი რა არის გიორგი, აი მე მინდა ჩვენ პატივცემულ ერთგულ სმენელს და მაყურებელს უთხრა. ჩვენ ტაძარში რომ მივდივართ, ის კი არ უნდა ვიფიქროთ რომ როგორ მოვახვიოთ ჩვენი ოცნებები და გეგმები ღმერთს თავზე. ღმერთი გეუბნება რომ შვილო სანამ ვიტყოდეო, მე ვიციო რა გინდაო. არამედ გავიგოთ რა უნდა ღმერთ ჩვენგან გიორგი. ეგოისტი ადამიანი იძახის რომ მომეცი, ლუარსაბის სიზმარე ხო იცი გიორგი როგორია? 6 აფაზის ანთელი დაგინთე, აგერ თელეჩი გია ხელი ცხარი დავკალი და შვილს მაინც არ მაძლევ და ჩემს ძმა მოსეს კიდე აგერ რომელიც წევარს თებში დანაჭმევს, იმას ყველაფერი მიეცი. ანუ თუ ჩვენ პირველი ნაბიჯი გიორგი არასწორად გადავდგით ქრისტესკენ და ეგოისტები დავრჩით აი ამ ქრისტიანობას გარედან ფარისევლებივით ისე მოვირგებთ ჯვარი, სკვნილი, წვერები, დაყენებული ხმა, გარეგნობა, შენ ცუდი ხარ, შენ ჯოჯოხეთი, შენ სამოთხე, შენ მეტანია, შენ ეს, შენ ის და შენ თვითონ რა? შენ მე როგორ გასო მე კარგი ადამიანი ვარ, მე დიდი ხანია მღვდელი ვარ. ეს ზართულია მამა, რომ ეგ დაი. ხო და აი ეს კარგი შეკითხვა იყო გიორგი, მოკლედ ჩემო ძვირფასებო, თუ გვინდა რომ ჩვენი მარხვა, ჩვენი ლოცვა შეიწიროს ღმერთმა, დავწიოთ დაბლა ეგოიზმი. როგორ? მატლ ვარ და არა კაც. დავით მეფსალმონი ამბობს ამას. მატლი ვარო და არა კაციო, ხო? ჩვენ თავზე დიდი წარმოდგენა ნუ გვექნება ხალხო. ვინა ხარ, რას წარმოადგენ? აი ერთი ქართულ ფილმში როა რაიკომის დივანი, ხო, ჭიავდა მატლო. ხო, ეს აი ასე უნდა ვიფიქროთ ნამდვილად რა, მაგრამ ეხლა შეიძლება საუბარში მეთანხმები გიორგი და მეც შენ თავს მეთანხმები, მაგრამ რო დამთავრდება გადაცემა, გავალ და ისევ დავხოცავთ. აჭიმული გავივლი, აი. ხო, კარგად ვიქანდაგე. არა, არის. კარგად ვიქანდაგე და მე და შენ რო გავალ და გიო ხო მაგარი ეთერი იყო რა. შეცმეთყი მამაო, ხო მაგარი იყო რა. არა, მამაო, სტიმული უნდა მოგცეთ, თორე შემდეგში ხომ მოხვიდეთ რაღაცა ისა. ჩვენ ერთმანეთს ანუ ჩხუბზე გადადიხარ? მე მაგალითად მაგის მომხრე არ ვარ, ხო, ცოტა უფრო საინტერესოა ჩხუბი, უფრო საინტერესო. იცი ისი მომხრე არ ვარ, მამაო, რომ ერთმანეთი ესეთი ისდენად ძიმე დრო არის, მამაო, რომ აი იმასაც იმ მოზარდსაც იმასაც რომ ის ხო მამაო ცოტა ის არის დაღუპული მამაო წარმოგიდგენთ ხა თქვენ რომ ამბობთ რომ ეს ხელოვნური ინტელექტი ეს მას რომ ამ ცხოვრებაში აი მზათა აქვს ყველაფერი რომ მონაწილეობას არ იღებს ამ ცხოვრების აღორძინებაში პირად რაღაცა მოქმედებებში თუნდაც ელემენტარულ შეჭამს და არ იცი საიდან მოვიდა და მე თებში რო ირეცხება და ვინ დაულოგა ის ოთახი და რაღაც ამას ეს არის ტრაგედია მამაო ეს არის იმ ადამიანის დაჩლუნგება არის როცა არ იცის რომ რა არის ისდან მოდის აი ის დედას რო უყურებ რომ ავტობუსიდან ჩამოუტანა ხელები რო ტკივა აი ამ პარკების თრევი და რაღაცა და შენ რო უბრალოდ გახლიჩავ და შეჭამ და არც იმ ადამიანს მე არაფრად არ ჩააგდებ დაუწუნებ ხო ეს არის ტრაგედია აი რო გირეკავს და დედა შენ ეს ხო არ მოგწონს ის ხო არის ეს რო და დედის ბრალიც არის მამა ეს მარტო ამის ბრალი არ არის მაგრამ
ჩვენ ხო აი ხო ხდებით ანუ ქართულის აი უცხოეთში მაგას ვერც გააკეთებ აბა არ დაუფასო კარის მოგიხურავენ და წადით 15-ის მერე და იცხოვր შენ აი მამაო თუ შეიძლება ეს ხო ტრაგედია არის მართლა ის რომ შენი ფასი რო არის ის მამაო ხვალ შენ გაქრები მე მივა უკვე ოჯახის წევრის ფასი არ ეცოდინება იმ ადამიანს ვინც სხვა უფროს არაფასებს და ხოდაშორის მამაო ყველაფერი გააკეთა ეშმაკმა და იმ ადამიანებმა იმისაც რომ ავტორიტეტები აღარ არსებობენ მამაო პატრიარქი დაიწყეს, ის დაიწყეს და მე ეს უავტორიტეტო ხალხი ადვილი სამართავია, მამაო. მამაოს რო ალანძღინებ, თავარი ეკი არ არის. მისი ამის უკან იცი რა დგას მამაო, ეკლესიას და მამაოს რო გალანძღავენ, რომ ეჩვევიან ყველაზე სუფთას რო გალანძღავს სიტყვაზე ეკლესიას და ისაც ხელშეუხებელია, ეჩვევიან სხვა რაღაცეებთან იოლად იქნება უკვე. მithudit მიმართებაში. ეხა აი წარმოგიდგენთ მამაო ადამიანი რომელიც პატრიარქს ლანძღავს და ხვალე რო შერწყვეს მამა გიორგი თეოდორაშვილის გალანძღვა. რატომღაც ხო ხდებით? აი გარი ავტორიტეტი მოკლეს მამაო, დაიწყეს მამაო მთლიანად აი ქუჩიდან დაიწყეს და მთლიანად მოკლეს ავტორიტეტი აღარ არსებობს, იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანი რო ქუჩაში პატივსაცემი ისეთი ჯერ იმა დაუწყეს გარდაცვალება. ისინი მოკლეს, მე ეკლესიას მიადგენ. მე ხო ვიღაცა რომ აი ხა აი მართლა გეუბნებით როგორ მოვიწონო რო სიტყვაზე ვიღაცა თანამშრომლები რაღაცა რომ ეხა ის ავტორიტეტი მოკ. აი რა ავტორიტეტიც ხდება მამაო, იმას ანადგურებენ მამაო. პედაგოგები თუნდაც. ხო იყო ავტორიტეტი, აბა გახედე დღეს ავტორიტეტი გადაუარეს მამაო. გაუბედურეს, გაუფასურეს, იმიტომ რომ გამატერიალისტეს მამაო ადამიანი და მე დააჩაჩანაგეს მამაო და გაუბრალოეს და ესე მოხდა რაც მოხდა გავიზარდე. ყველაზე ცუდი მამაო ერთს ვიტყვი და მე თქვენ გააგზავნეთ შემდეგი 20 წელი. არა, საინტერესოა გისმე გიორგი. ყველაზე ცუდი რა. ერთი გადაცემა მე რო გავაკეთო შენზე. ყველაზე ცუდი რა მოხდა, იცით მამაო, ესეთი ადამიანი. და შენაკედაჯე. კი, და ძალიან დიდი სიამოვნებით საახალწლოდ გავაკეთო გინდათ. ყველაზე ცუდი რა მოხდა, იცით მამაო, ეს ადამიანები მამაო ღმერთს ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს. აი ესეთი ხედვით მამაო. ვისთვისაც პატივსაცემი არ იქნება, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი. თუ შეიძლება მამაო, აი მეც არაფერს არ ვიცი. გიორგი, დღეს რაღაც გადავაკეთე ამ ფილოსოფოსებს რა. ახალბედა ფილოსოფოსი იყო თალესი, რომელიც ზეციურ სხეულებს შეისწავლიდა და მაღლა ყურებაში ორმოში ჩავარდა. მე ვიფიქრე სად დაიკარგა თქო. ერთი დედაკაცი მივადა ეტყვის რომ ფეხქვეშ რა გაქო იმას ვერ ხედავ და მაღლაო რას დაინახავ. გამიგე აი ესეთი ადამიანები გიორგი რომლებიც ხო აი პეტრემო რაც პავლეზე ილაპარაკაო პეტრეზე მეტი გავიგე ვიდრე პავლეზეო ხო საერთოდ გიორგი აი დიდი დაკვირვება არ გჭირდება რა როგორ უნდა გამოიცნო ადამიანი როგორია ადამიანი რასაც სხვაზე საუბრობს ის არის თვითონ აი ის არის თვითონ დამთავრდა რა ხო და ამიტომ დაუკვირდეთ შემოკარგებო რა აი რას ვამბობ კოკასაშიგან რა არის იგივე გადმოგვიყვება აი სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა მერმე ხორცსა ხო თუ პირიქით ხორცსა მე რა მნიშვნელობა აქვს ხალხო აი დღეს რო ყველამ დაუკვირდეთ გიორგი რომ აი რა ბედნიერები ვართ რომ საქართველოში ვცხოვრობთ ხო რა ბედნიერები ვართ რომ მართლმადიდებლები ვართ რა ბედნიერები ვართ რომ დედა ეკლესიის შვილები ვართ რა ბედნიერები ვართ ასეთი პატრიარქი რო გვყავს ამდენი უძელმთავარი ამდენი კარგი მოძღვარი ხო ზოგი ახლა ამბობს რომ ინდუსტრია ჩვენთან არ არის კი ბატონო მანქანები ჩამოყავს ამერიკიდან კი ბატონო ფეხბურთში მაინც და მაინც მოვიკოჭლებთ კი ბატონო მაგრამ რა არის მთავარი გიორგი ერი რომელიც სულიერად მკვდარია რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთს ითამაშებს კარგად თუ კალათბურთს ხო ჩვენი ერი ხო სულიერად ცოცხალია და პირველ საუკუნეში ეზიარა ჭეშმარიტებას და დღემდე მადლობა ღმერთს რომ ხლა არ ვიცი სხვასთან შედარებით გიორგი უკეთესები ვართ სარწმუნოებაში ხო ეს ხო მაინც უდაოა რა კი ეხლა არ მოგწონს მეც არ მომწონს შენც არ მოგწონს მაგრამ მე წარმომიდგენია სხვას რა ჭირს ხო აი წარმომიდგენია რა მდგომარეობაშია ხალხო რომ აი თვალის დახამხამების გარეშე დააჭერენ ღილაკს თიც და მიდის ბალისტიკური რაკეტა და თელ ქალაქს აკეთებს და იცი თან იცი ამას მშვიდობის სახელით აკეთებენ და ბოდისაც არიხდიან და თან ამას ამბობენ რომ აი ესენი მაგის ღირსები არიან და თუ იგივეს გააკეთებენ ისინი აგრესორები არიან აი პაპუასებს ეკითხებიან რომ რა არისო ცუდი და კარგიო და კარგი არის ისო როცაო მეო იმ მეზობელი ტომისო მეუღლეს შევჯამო
ცუდი რა არისო, როცა ის შეჭამს შემეუღლესო. ისო ჭამს არა. ხო, ის თვითონ რო ჭამს იმათი ტომის ქალს, ის არ არის ცოდვა და ცუდი რაღა არისო და ის რო შეჭამსო. ის ცუდიაო და ეს კარგია რა. განა შორსა ვართ ახლა გიორგი აქედან. თვალებში ნაცარს გვაყრიან ხო, ესე იგი 16 წლის ვიყავი რომ ჰუსეინი ჩამოაგდეს ხო, შეიჭრენ აქ არიო ბომბიო, მოკლედ ვირთული არ აღმოჩნდა ხო, არ აღმოჩნდა და მე პასუხი არ უნდა აგონ ამაზე. ეხლა ირანი ამდიდრებსო ურანსო და აბა მოდივარ და კაცო, იცი რა არის აი ბნელა რაღაცნაირად მინდა რომ ხან დავიყვირო რა ბნელა რა ხდება. ეს საერთაშორისო სიონისტები ხო, რაღაცა იგი ისე თვალში გაყრიან ნაცარს. მე მართლმადიდებელ ეკლესიას მოადგებიან გიორგი და გეტყვია რომ მოიცა რა, მაგცა თქვენ ცხონდებით მარტო? კათოლიკები ვერ ცხონდებიან? პროტესტანტები ვერ ცხონდებიან? ეს არადემოკრატიულია. ხუჭა მუსლიმანი ვერ ცხონდება? რატო? ესე იგი შენ მუსლიმფობი ხარ? გეტყვიან მე და გეტყვიან აგეკრძალავენ გიორგი უკვე მე მართლმადიდებელ წირვას, იმიტომ რომ გეტყვიან ეს არ არის დემოკრატია. აქ რამდენი მუსლიმი ცხოვრობს, რამდენი პაკისტანელი შემოიპარა და ინდოელი ქუჩაში მე მგონი მარტო მე და შენღა დავდივართ ქართველები რა. საშინელებაა მამა, მართლა. ხო და ეს ეხლა არაფერი გიორგი, ეხლა ისე როგორ არიან შემოსულები, აი რაღაცა მენეჯმენტა ჰეჯაპანი, ხო? და აი მე 1-2 წელი რო მართლა იმდენი არიან, მე ვეღარ მცნობი ხო, ადრე ყველამ ცნობდა. აულაბარში ესეა გიორგი და შენ სადაც ხარ ფარცია. ინდოელები არიან და ჩემ გადაცემას ვინ უყურებს? ინდურად უნდა ხო არ წავიყვათ რა. უყურე რა საინტერესოა რომ პატივცემულ მაყურებელს ურჩიო რომ რაჯკაპურის ფილმი არის ბატონი 420. თავიდან როგორ იწყება? რა საინტერესოდ იწყება, იცი რომ ამერიკული ქუდი მახურიაო, იაპონურიო ბაშმაკებიო, ანუ ფეხსაცმელებიო და გული ინდური მაქვს. აი, ეგრევე ეროვნული სულისკვეთებით იწყება რა. რაც მაცვიაო, არაფერი ინდური არ არისო, მაგრამ გული მაქვს ინდურიო. მაგათ რო ყავდა თაგორი, ხო იცი რა გამოაცხადა, როგორ გააძევეს ინგლისელები. არაფერი ინგლისური ნაწარმი აღარ იყიდოთო. გამოაცხადა, ეროვნული გმირი იყო, როგორც ჩვენთან ილია. და არაფერი აღარ იყიდეს ინდოეთში და გაკვოტრდნენ ინგლისელები და განთავისუფლდა კოლონიაზმისაგან. და ჩვენთან ხო ეს სულისკვეთება არ არის გიორგი რა. არა მომა. ეს ამდენი კორპუსები რო შენდება ხალხო, იქ ვინ უნდა იცხოვროს არ გაინტერესებთ? 2,700,000 ადამიანი არის გასული, გაძევებულია საქართველოსთან სიდუხჭირის გამო. ეხლა მე აპატიეთ პოლიტიკაში არ გადავდივარ, მაგრამ ჩვენო ძვირფასო მთავრობაო. ძველ მთავრობას რო განვიკითხავთ და ვჟით, გასაგებია ხო? სამართალმა უნდა იზეიმოს, მაგრამ აწმყოში რა ხდება, კაცო? აწმყოში რა ხდება? ამასაც ხო უნდა მივაქციოთ ყურადღება. მრავალშვილიანებს ხო უნდა დავეხმაროთ, გიორგი, დემოგრაფიული პრობლემები ხო უნდა წამოვწიოთ წინ. ეს დალოცვილი ემიგრანტები ხო უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, იმიტომ რომ გიორგი, სოფლიოში ძალიან აირევა ყველაფერი. ეს ომები უკვე დაიწყო. ეხლა შეჩერდა ეს 12 დღიანი ომი იყო, მაგრამ გაგზელდება, ეს არ გაჩერდება. შენ ხო იცი კარგად და როგორც კოვიდობის დროს და რუსეთ-უკრაინის ომის დროს გახსოვს, ლარსის საბაჟოსთან რამდენი რუსი მოადგა და უკრაინელი საქართველოს და ვერ შემოდიოდნენ. აი ესე იქნება, მშვიდობა საქართველოში იქნება. ეს ჩვენი ძვირფასი ქართველები, რომლებიც გასულები არიან თავიანთი ჭირვარამის გამო უკან შეიძლება ვეღარ შემოვიდნენ, ისე ჩაიკეტება და ადგილიც აღარ იქნება. აი ამდენ ინდოეთი მილიარდზე მეტია, გიორგი. ერთი რაღაცა კაპურების გვარი რო ჩამოვიდეს, ან მიათედი, ხო საქართველოში ადგილი აღარ იქნება. პაკისტანი და ინდოეთი ახლა საომარ მდგომარეობაშია. აქ რო დაიწყონ ახლა მაგათ ომი, როგორი საქმე იქნება, ხო? არა ვარ ჰომოფობი ხალხო, მაგრამ ყველას თავის ქვეყანაში გაუმარჯოს რა. თბილისი, გიორგი, აი ახალი გადამოსული ეყავი რაიონიდან თბილისში, მეიდანზე იღებდნენ ფილმს. თბილისი, არა, უпростоრად, მეიდანი, სოფლიო ჭიპი. იცი რომ 80 ეროვნება ცხოვრობდა მეიდანზე? თბილისში 80 ეროვნება, გაგიგია შენ ჩხუბი, ებრაელს, სომეხს და ქართველს და არ გაგიგია, ხო? ეხლა ძალიან დაიძაბება სიტუაცია, გიორგი, რა უკვე ქართველი გოგო ქუჩაში ვეღარ გავა თავისუფლად. შეიძლება თურქებმა, ინდუსებმა შეურაცხყოფა მიაყენონ და ქართველები ამას ვერ მოითმენენ. ერთი ქართველი მგდელი, გიორგი, საქართველოში, ბათუმში თურქების უბანში მოხვდა
იცი რომ შენ რაც ყოფა მიაყენეს ჯვარი მოიხსენი რა შემოსილი დადეხარო აქ რა ამბავიო მე ქართველები შეუცვიდნენ და დაალეწეს თავპირი აქ გარდაუვალია კონფლიქტი გიო ჯერ მარტო ესენი ერთმანეთს დაერევიან ნაღმია ეს ყველა ნაღმია ხო და ეხლა წარმოვიდგინე ჩემმა შვილმა შენ მადამ ჩემმა ბიძაშვილმა რო ქუჩაში გაიაროს და ინდუსმა ან ნების არ შუაში აქ ინდუსი თურქი შეურაცხყოფა მიაყენოს თავის ქალაქში თავის სამშობლოში ცოცხალს ვინ გაუშვებს იმას ხო აქეთ მივდივარ ჩვენ გიორგი ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლება მე მგონი აუცილებლად უნდა იფიქროს თან მამო ამ ინდუსების და იმათ ჩამოყვანას რეგიონები და რო ჩამოდიხათ ედაუცილო თანადროულობით ხდები და კონცეფცია რო იცი რომ რეგიონიდან ჩამოიყვანე ის ხალხი და ისინი მაინც არასდროს პრორუსული არაყოფილი ვარ კაცო მაგრამ რუსების დანახვაზე ამდენი რუსი და აგინებდნენ რუსები და რუსები მართლმადიდებლები მაინც არიან და ესენი რატო ამაზე არ გაგვიხდეს ის ლიბერალები რო ყვიროდნენ არა რუს ესენი რატო ამაზე არავინ არ ყვირის ხალხო რო მარჯანიშვილზე არა და იმაზე დავით აღმაშენებლის პროსპექტზე აბა ცხოვრება ებრძოდა მამა ისპანახი გეგონებათ ვისათელი ცხოვრება ებრძოდა ეგენი მაგ გული გაუსკდებოდა ჩემი ეხლა რო ბედის ირონია ხო ბედის ირონია დავით აღმაშენებლის მე და შენ ამ საკითხს ვერ გადავწყვეტავთ გიორგი მაგრამ უბრალოდ რა მინდა ხალხო იცი რომ ვილოცოთ რა ჩვენ ხელისუფლებაზე ვილოცოთ ჩვენ ემიგრანტებზე ვილოცოთ რომ ღმერთმა ჩვენი ხელისუფლება გააძლიეროს უფრო მეტად ეროვნული გახდეს უფრო მეტი იზრუნოს თავის ერზე და ეკლესიაზე არჩევნების წინ კი არა რეალურად იზრუნონ გიორგი რეალურად იზრუნონ და კითხონ პატრიარქს ეპისკოპოსებს ღუდლებს რომ რაში ვარ საჭირო მამაო მეუფე მაკურთხე რა გავაკეთო მრავალშვილიანი ხარ შუქი არ გადაიხადო გაზი არ გადაიხადო აი სამი პური საჩუქრად დაქორწინება გინდა აი მამაო დავით კრედიტი ძალიან დაბალ პროცენტში დავით გარეჯის მონასტერი მამაო შუქს იხდის როგორც კომერციული ისინი რო იხდება ხო იცით 3 ლარს და 4 ლარს რო აი როგორ შეიძლება და წყალს და ეგეთ რაღაცებზე დიდი იმის მაგერტო განთავისუფლო ეგეთ რაღაცები უნდა განთავისუფლდეს იმიდან აბა მუსლიმები და ისინი სოკარი და ისინი გაზებს და იმის გაზ გვიხდის ჩვენ ხო და შედალოცილო შენა და რატო გიხდის ის სოკარის ხომ ზაკვარია მამო რა თქმა უნდა თავისებსაც უფასოდ აძლევს მე თავის რელიგიური მიხდი და წარუმატებელი ის საინტერესოს პირველ რიგში ხო მამო წარმოიდგინეთ რასაკეთებს და ჩვენ კიდე არ იმაშვებით ხა არ მინდოდა ეგ მე თქვა მაგრამ ცოტა უნდა რაღაცა შეღავათები და ისინი გაუწიოთ იმიტომ რომ ეს ადამიანები აი ბერები რო არიან და ისინი მამო მართლა ღვაწლში არიან და მაგაძე დგას საქართველოს ვიღაცას გონია რომ თვითონ არის მაგარი პოლიტიკოსი მაგრამ ღვთისმშობელი რო არ იცავდეს ამ საქართველოს მამაო ყველას ვისაც შეეძლო რაღაცა დაუშავა ხო ასე რომ რა ვიცი მე და ამ ადამიანებზე დგას ეხლა გამახსენდა მაპატიე ჩაგეჭრები არ მინდა რომ დამავიწყდეს ძვირფასო ხელისუფლებაო ძვირფასო ოპოზიციაო ძვირფასო ადამიანებო ვინც საქართველოში ცხოვრობ დაინახეთ და დააკვირდით კარგად რომ საქართველოს დგას არა ნაცებზე და ქოცებზე ოპოზიციაზე და პოზიციაზე არამედ 17 მაისს გამოსულ ხალხზე 17 მაისს რო ხალხი გამოვიდა გიორგი ახლა მითხარით რა ან ქოცები იყვნენ ნაცები იყვნენ ვინ იყვნენ ესენი იყვნენ საქართველოში მაცხოვრებელი მართლმადიდებელი ოჯახები ხო აი ახლა ეს ხელოვნური იყო ვიღაცა მითხრას ამერიკიდან იმართებოდა ევროპიდან იმართებოდა ხო ეს ზღვა ხალხი საპატრიარქოს ხო არ თქვი არაფერი დაანონსდა უბრალოდ რომ სრულობა იქნება ქაშვეთიდან სამებაში ხო აი ეს ხალხი არის საქართველოს მომავალი ყველას ბავშვები ეკავა ხელში ან ხელი ქონდა ჩაკიდებული როგორც ახლა მე მახსოვს ბავშვობაში რომ წითელი დროშა მეჭირა და რაღაც პარადებზე გავყავდით და ეს არ დამავიწყდება არასოდეს და არ ვიცოდი რა იყო აი ეს ბავშვები ვინ სამებაში ქაშვეთიდან სამებაში მივიყვანეთ არასდროს დაივიწყებენ 17 მაისს და რაც დრო გადის უფრო მეტი ხალხი გამოდის 17 მაისს თუმცა რაღაც ცილი დაგწამეს რომ ეს რაღაც თავრობას უკმე სადმე დაინახეთ თავრობის კმევა ან ლურჯი მაისურები ეცვა ვინმეს ჩოხებით, ახალუხებით, დროშებით, ბაირაღებით, ქერუბინებით და სერაბიმებით, ხო? დიდება უფარს, აი, არ ვიცი რა განწყობა მაქვს რა და იცოდეთ ხალხო რომ ჩვენ ვერ მოგვერევა ვერავინ, ერის მომავალი არის ოჯახში. ოჯახები იყოს მტკიცე, ურყევი, ქრისტიანული, ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარდეს, ბევრი შვილები შვით გააჩინეთ, აღზარდეთ, მარტო გაჩენა არ არის გიორგი, აღზარდეთ,
არ დაივიწყოთ რომ ქვეყნის სიძლიერე დგას ოჯახზე, ოჯახი მცირე ეკლესია, ოჯახი დგას ეკლესიაზე, ეკლესია მისტიკური სხეულია ქრისტესი. ვერ მოგვერევა ვერც სპარსი, ვერც თურქი, ვერც ინდუსი, ვერავინ ვერ მოგვერევა. დავი მამო ადამიანობის დანდო აი მაპატიეთ რო არ თქვა არ შემეძლია ადამიანები დაინდეთ იმიტომ რომ ძალიან ცოტა აგრესია შემოვიტანეთ თორე ძალიან ხარმონია ეხა შემოვიტანა არა მართლა იმიტომ რომ ყველაფერში გეთანხმებით მამო და ვერ ვნახე წამოსაკით თორე აუცილებლად მივიქცევდი ყურადღებას და ნახეთ მამო ადამიანების დანდობა მინდა იმიტომ რომ აი ადამიანები პატარა ბიჭები 10 და 12 წელს რაღაც პატარა შეცდომების გამო მამო არ შეიძლება ესე ვიღაცას დაურტყა ვიღაცის ცხოვრებაზე კი რაღაცა შანსი უნდა მივცეთ აუცილებლად იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ რა ისო რაღაცა სიდედრმა სადღაც დარეკა რაღაცა ხო ვიცი რომ შეიძლება ვიღაცას გადაუხდეს იმ ერთი რაღაცით არ შეიძლება რომ მოზომოთ აი წავიკითხე 18 წელს რო არის ადამიანი და რაღაცა შეიძლება იჩხუბა და ამ ჩხუბის გამო ციხეში უშვებ 10 წელს რომ ისე მამაო გამოდის 30 წლის და უკვე ფაქტიურად წირა მამაო მთელ ცხოვრებას შეიძლება რომ პატივცემულ მაყურებელს უთხრა რომ შენ აქტიურად დადიხარ საპყრობილეებში და ერთ-ერთი ნუგეში ხარ პატიმრების აი პირდაპირ ვაცხადებ საერთოდ არ არის შტატში გიორგი იცით რომ ჩვენ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის ყოფილებაში ვართ მეუფე მიქაელთან ერთად და გიორგი არ არის შტატში არ არის მოძღვარი მაგრამ დადის სისტემატიურად და გიორგი რო შედის პატიმრებთან აი იქ აკეთებს გადაცემას თუ აი მართლა გადაცემა ერთი გადაცემა გიორგი რო გააკეთო მე მგონი კი აუცილებლად გავაკეთებ რომ და ძვირფასო პატიმრებო მოგიკითხავთ მსჯავრდებულებო ღმერთმა დაგვრცოთ და მადლობა გიორგის რომ აი ესე გვეხმარება ჩვენ უდლებს თქვენთან ურთიერთობას აუცილებლად მამაო სხვათა შორის მათი საათი უნდა დავაწესო აუცილებლად და გავაკეთებ აი გამოსული პატიმრები რომ მოიყვანო გიორგი ხანდახან ძალიან კარგი იქნება მოძღვარი და პატიმარი ერთი ძალიან კარგი თუმცა მე აღარ მოდიან ხომე ეკლესიაში სხვათა შორის ხო არა უნდა გაახსოვდე და თან ამინდა იცით უკან მამაო სულ სამაგალითო ხალხი ხომ ყავს ხოლმე სულ სხვათა შორის თქვენი სურათიც არის აქ ერთ-ერთი და ვიცით რამე და დაიწყო მაინც და მაინც არავჩან ვარ მაგრამ არ მეწყინება გიორგი არა სამაგერო ჩემთანზე ყველაზე ახლოს ხარ სუ არის ხოლმე და ის არის ქვია აი აქ უნდა დავაწერო ხოლმე რა უნდა გვახსოვდეს რომ გვახსოვდეს პატიმარი გაჭირებული რო არსებობს რომ გვახსოვდეს რომ მეორე ადამიანი გავითვალისწინო და ასე შემდეგ ეს ყველაფერი და აუცილებლად აი თქვენ რა პრობლემასაც ლაპარაკობთ ეს ყველაფერი თუ გვემახსოვრება მამაო აღარ იქნება საპყრობილეში ქრისტესთან ერთად თავისუფლები ვართ გარეთ ქრისტეს გარეშეც საპატიმროა ძალიან მაგარი სიტყვები და ჩვენ მამაო ყველა საერთოდ პატიმრები ვართ თითქოს რაღაცნაირად ჩვენ უბრალოდ ტერიტორიაზე გვიწევს ხოლმე ყოფნა თორე ჩვენს პატიმრები ვართ ტყვეობაში ვართ ჩვენი ცოდვების და ჩვენი იმის ხო და ამხელად კივილის და რაღაცა და თუ შეიძლება აი ამისგან მამო როგორ განთავისუფლეთ იმიტომ რომ მართლა შეიძლება ნახო ვიღაცა გაჭირებული ისეთ დღეში მყოფი ადამიანი რომელიც შენზე თავისუფალი შენზე მაგარია შენზე ბედნიერია და შენ კიდე რაღაც ბედნიერებაში ხარ უბედური რაღაცა წუწუნები და ასე შემდეგ აი ხო უფალმა უწყეს და იმ ჟურნალისტმა ქალბატონმა რომ შეკითხვები არ გაგიჟღერებია გიორგი ხო? წამებია დარჩენილი ეთერი რომ და დაიწყოს და მე და შენ ლაპარაკობთ ფეხბურთზე ამ დროს და არ ვიცი რაზე უნდა ვისაუბრო და ვინ აკავ მოკარნახე მაინც მითხარი სუპრიორი ხო არ აკავ გიორგი მანდვინვე ერთი მოხდა მე რომ ისვენე ტელეფონზე მამო იმათ წამოცდათ რაღაცა და მეც მოусმენე გიორგი ერთი მოხუცებული ადამიანი გადადის გზაზე ადრე მანქანები რო არ იყო და რაღაცა და ვიღაცამ ცხენით ესე გააჭენა კარგი არაბული ულაყი და შოლტი სახრე გადაუჭირა ჩამომეცალეო ეს მოხუცებული წელში გაემართა და შვილო ბედნიერი იყავიო ახლა ჩვენ ხო შევაგინებდით არა და მობრუნდა და რა ესეთიო მაგარი ხარო არაო შვილო გეტყობა რომ უბედური ხარ შე რომ ბედნიერი იყო სახრეს ხო არ გადამიჭერდიო არა აბა სწორია აი მახსოვრეთ ხალხო თუ გაღიზიანებულები ხარ თუ სულ ჩხუბობ თუ არაფერი და არავინ არ მოგწონთ ესე იგი თქვენში ბედნიერება არ არის თუ სულ დაობ სულ ჩხუბობ სულ ყელში გაქვს ნერვები ამოსული არ ახარ ბედნიერი აუ რა კაი რაღაცა თქვი ბედნიერი ადამიანი არ ჩხუბობს გიორგი არ განეკითხავს არავის და გონია რომ ისიც ბედნიერია მაგრამ რო დაინახავს რომ ჩხუბობს ღმერთმა გიშველოს თქვენ პატრიარქისგან გაგიგიათ ვინმეზე აუგის თქმა პატრიარქი სულიერად არის ბედნიერი ადამიანი ხო აუ ზუსტად აქტიურად განხთობილია პატრიარქი თითქმის ყველა საფეხურია გავლილი რა აი მაყლოვანის შეუწველი მაყვალიღა დარჩა მე მგონი პატრიარქს რო ნახოს რა და ამ დროს ხო ვინ ღიზიანდება გიორგი მალე ვინ ჩხუბობს ვინ ბილსიტყვაობს აი ძალიან მარტივია მიდიხარ კარგი მანქანით თითქოს ყველაფერი კარგად არის
ვიღაცამ გადაგირბინა ან დაგიმოხრუჭა და ამოხტი მოკლედ ღვედიდან და გაშალე ხელები იქნება ცოლი მიყავს სამშობიაროში იქნება ავანტყოფი მიყავს რეამინაციაში ხო აი რა გჭირს ხო რა უბედურებაა რა აი დაიმახსოვრეთ იყავით ბედნიერი ადამიანები და თქვენს გარშემო 60 იქნება ხალხო რა აღარც ნავთი იქნებით ცეცხლზე აღარც ეგოიზმი შეგაწუხებთ აღარც განკითხვაში ჩავარდებით აღარც გაბოროტდებით აღარც შურიანი არ იქნებით იმიტომ რომ თუ ბედნიერი ხარ გიორგი ვისი რა უნდა შეგშურდეს ხო რატო აბელს არ შეშურდა კაინის იმიტომ რომ გულით შეწირა გიორგი ღმერთს ძღვენი რაც მოხვდა ის კი არ შეწირა თავი ბატკანი შეწირა ანუ ყველაზე კარგი ბატკანი ამოარჩია კრავი და შეწირა ღმერთს ხო და კაინმა ესე რაც ხელში მოხვდა მიტად მომქმედი იყო კაინი და აი ესე აი თქვა ძირს ნაყარი ვაშლი რო ავიღოთ ან მსხალი და ესე რომ მიუტან სამსხვერპლოზე ხო და მაშინ მე მიხვდა რომ არ იყო კარგად საქმე უნდა მისულიყო და ეთქვა თავისი ძმისთვის რომ შენ რა გააკეთე როგორ შეიწირა ღმერთმა შენ მეც ისე გავაკეთო რომ მეც ბედნიერი ვიყო არა გაიყვანა და მოკლა ჩვენ გაყვანა და მოკლა გვეხერხება გიორგი იმის მაგივრად რომ ილია ჩვენ წიწამურში ხო მოვკალეთ ქართველებმა ხო რომ გვეკითხა ილია მალე მაინც მოკვდებოდა უკვე 70 წლის იყო და ფეხები წყალი ქონდა უკვე გულში ჩამდგარი და ძლივსღა დადიოდა კაცი ძლივს დადიოდა მაინც მოკვდებოდა რამოდენიმე წელიწადში მაგრამ ჩვენ ხო უნდა გვეთქვა რომ ჩვენ ადამიანები ვართ თუ კაცები ვართ ლუარსაბი და დარეჯანი ვართ თუ ადამიანის შვილები ვართ ნამდვილი ადამიანები ვართ არა ვკითხეთ პირდაპირ გამოუტანეს იცი რომ ილია რომ უნდა მოეკლათ ყველა მიცოდა ფაქტიურად ოღონდ როდის მოკლავდა და ვინ მოკლავდა არ იცოდნენ მაგრამ ილიას რომ ემუქრებოდნენ ყველა მიცოდა ნაძალადევში გიორგი ბიბლიოთეკა გაიხსნა მუშების ბიბლიოთეკა გაიხსნა ილია მევიდა გახსნაზე და ყვირილით გააძევეს მუშებმა ეხლა დადის ლეგენდები ზღაპრები რომ ილიაო გლეხებსო წყალს არ აძლევდაო წყალს აძლევდა კი არა კაცო ისეთი ლამაზად ქონდა გაკეთებული წყარო კრამიტი იდო და რო ამტვრევდნენ ეუბნებოდა რომ ხო უნდა მოხვიდე და დალიოთ კიდე წყალი ნუ დაამტვრევთო ამ მილებსო თიხის მილები იყო ნუ დალეწავთო რა და ეს ილიაო ეჩხუბებოდაო გლეხებსო გამიგე და ილია ფაქტიურად ჩვენ გავისტუმრეთ იმ ქვეყნად ხო და აი ჩემო კარგებო, ჩემო ქართველებო, ჩემო არაქართველებო, ყველა ვისაც საქართველო გიყვართ, ვისაც ქრისტე გიყვართ, ვისაც მოყვასი გიყვართ, ვისაც თქვენი მშობლები გიყვართ, ხო? დაიმდაბლეთ თავი, თქვენ თვალში დაინახეთ დირე, თქვენ თვალში დაინახეთ ბეწვი, ყველა ის ბოროტი სულის წარმონაქმნივ ნება დაინახეთ თქვენ თავში, განიწმინდეთ და თქვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი დაწყნარდება გიორგი დამშვიდება დილით რო გახვალ და როგორ ახარ ძმაო რო ეტყვის კი არა აუ რა ხერა მანქანა უყიდია და მე დროიბოღმი და ვიღარ შეამჩნევ მამო მაგის შენთვის მეათი ხარისხოვანი იქნება ეგ მამო ეგ არის ყველაზე მაგარი რომ ის აი ეს ქაოსი იქნება მაგრამ იმ ქაოსი ისეთი სიმშვიდე გექნება რომ იმაზე ზემოთ დადგები აი ეგ უნდა ვისწავლოთ რომ მაგაზე ზემოთ დავდგეთ იმ პრობლემებზე ხა თქვენ რა პატრიარქზე რო თქვით რომ ესეთი მაგარი არისო განა ის პრობლემებს ვერ ხედავს მაგრამ ამ პრობლემებზე ყოფითზე ზემოთ დგას მამაო და მაგიტომა ეს მატერიალური რაღაცები რაც არის და რაც საბოლოოდ შენ ნერვოს და ნერვებს გიშლის ამაზე მაღლა დგები იმიტომ რომ ქრისტესთან ერთად ხარ და ვერ გერევა ეს ყოფითი მამო თუ შეიძლება მამო აი როგორ შევამჩნიოთ რომ არ მოგვერიოს იმიტომ რომ მე რომ მომერევა და მე რომ ამით თქვენ მოგერევით მამო ერთი დიდი დანაშაული ხდება იმიტომ რომ მე თქვენ რომ ის პრობლემა მოგვარდება თუ არ მოგვარდება ჩაივლის მაგრამ ეს აღარ ჩაივლის მე რომ თქვენ გადაგივლით და ერთ სიგნალს რო არ გაპატიებთ და იქ რო არ დაგითმობთ და იქ რო გაგწირავთ ხო ეს არ გადაივლის იმიტომ რომ ეს უკვე ჩვევათ მეკცევა აი არ მინდა რომ დავასრულო საუბარი თან ვატყობ რომ გვერევა ხო აი ჭიქაზე ვინ არის გამოსახული გიორგი მამა ალექსანდრე ბოლქოძე აი აი თავდაბლობა არ გინდა მოაბრუნა ეს ბიჭუნა რო არის ხუჭი ეს ჩემი ბავშვი რეჟისორს რო ახლოს მოვა ეს ჩემი ბავშვი პატარა ბავშვები მიდიან ქრისტესთან და მოციქულები არ უშვებენ ქრისტე რას ამბობს გიორგი აი მაგ ბიჭისნაირი სანამ არ გახდები ისევ მაგ ბიჭისნაირი უბრალო ალალი ნახე როგორ იცინის და შე როგორ იცინი აბა ხო მე ისე
ღიმილით ყველა მცნობს, ვინც ბავშვობაში მიცნობდა, რომ ესეთი რამხელა სხვაობაა მაგ ღიმილში გიორგი. ეს სურათი ხო ისეც. რას ამბობს ქრისტე, ჩემო ძვირფასებო, თუ ამათნაირები არ იქნებითო, სასუფეველში ვერ შეხვალთო. ვინმე ვართ ბავშვების ნაირები? თუ ბავშვების ნაირი ვიქნები, დაგწინებენ, რომ რა ეს გულზეა. გულუბრყვილოა. გულუბრყვილო იცი რა კაი ტიპია გიორგი? აი მანდარიან მამო გულუბრყვილო ხალხი გამოსახული აი მაგ ჭიქაზე. ნახეთ მამო მამა თეიმურაზ ქორიძე, მამა იოსები და მამა იოანე. რა სამი მამა გადაცემაში მეც უნდა ვიყო იცოდე ჭიქაზე. კი, გავაკეთებ ეს აუცილებლად. თქვენ დაბადების დღეზე იდგება ეს ჭიქა. ხანდა მე და შენ და საერთოდ ადამიანები ყველა ქრისტიანები ქვია ბავშვებს არ მივემსგავსებით. სასუფეველზე არც უნდა იეცნებო. ზოგს გონია რომ 27-ჯერო ეზიარა, შესაძირავ ყუჩი რო ფული ჩააგდო, გაჭირებულთან რო სურათი გადაიღო, სელფი, როგორ ეხმარება, ის მოხდება სასუფეველში. აი ასეთი უბრალო ბავშვი უნდა გავხდეთ გიორგი ჩვენ. ანუ რა აი ბავშვი რა არის ყველაზე საცნაური. რაც გინდა დაუშავო, არ იმახსოვრებს ბავშვი და კანფეტი რომ ისე გაგიღიმებს მე. აი შეიძლება სცემო, მაგრამ მე კანფეტი რომ ისე ეგრევე ავიწყდება ჩვენ გიორგი რამდენი ხანია მე გვახსოვს ეხლა შენ ხო ვიცი რომ აი 3 წლის წინ გადაცემაში რო გეკამათე ისიც კი გახსოვს არა ნახეთ მამო სად უნდა გახსოვდეს მე კიდე არ მახსოვს ნახეთ მამო მე არა ნახეთ სად უნდა გახსოვდეს იცი იქ უნდა გახსოვდეს იგივე არ გაიმეორე მეორეჯერ არ დააშავე იგივე რო არ გაიმეორე ეხლა ეგ რო დავივიწყო მე მაგალითად ავარიაში რომ მოვყევი ეგ არ უნდა დავივიწყო, იმიტომ რომ ყოველთვის იმ ადგილას ისე უნდა გავაჩერო ხოლმე, რომ ცოტა გრჩება. ხო, აუცილებლად, მამო, მეტი რა დაგრჩება, მამო, ის განიხილეთ მთელი მსოფლიოს ის განიხილეთ და დაგრჩება ცოტა დრო. ესეთი პოლიტიკოსები ვართ. არა, პოლიტიკოსები კი არა. მართლა ყველას და ყველაფერს შეეხეთ და სხვათა შორის ის სიცივე, რაც დღეს ომების მხრივ მოგვიბრუნდა ჩვენ. აი ეს უყურადღებობა არის, რაც იმ თაობებში გამოგჩა. არ დაგვავიწყდეს და ჩვენი ყურადღება ჭირდება. იმიტომ აი ღილაკს რო აჭერს ადამიანი უნდა იცოდეს რომ ვიღაცის დედა შავებს იცვამს, მამო. აი ეს დაგვავიწყდა ჩვენ რო ვიღაცას ვამწარებთ, სადღაც რო ის ადამიანი ტირის, აი ეს გვავიწყდება, მამაო რა. და სხვისი შვილი რომ ჩვენი შვილი არ არის რა. თქვით რაც გინდა და როგორ გადააბრიალთ აი გაჩერდა დრო. გიორგი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა პირადად ჩემთვის რა. აუ მე ვიცი. გინდა დაგასწრო. აი აქ მიწერია თქვენი ჯგუფი არის ნუგეშელები და მაგათი არის 1 წელი არის ზუსტად 1 წელი შესრულდა დღეს. კი, ეგ მე ვიცი. სულ ვადევნებ ხოლმე შორიდან თქვენ ურთიერთობას თვალყოს მართლა გილოცავთ გულით მამო იმიტომ რომ უცხოეთში ყოფი ქართველები ძალიან გათვალისწინებული ყავთ და სულ ყავთ ხოლმე და დიდი მადლობა ამისათვის რომ ეს ეზრუნავთ მამო მათზე და ძალიან დიდ ნუგეშს აძლევთ მაგათ და კაი სახელი არის სხვათა შორის ნუგეშელები რა თვითონ დაარქვეს ამ ერთობას აქავე დავძენ გიორგი ვინმეს რამე სექტა რო არ ეგონოს ეს არის მართლმადიდებელი ქრისტიანთა ერთობა ერთად ლოცულობთ, ერთად ვკითხულობთ სახარებას, ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, გვიყვარს საქართველო, გვიყვარს დედა ეკლესია, ცუდი არავისთვის არ გვინდა და გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას და საქართველოს აღმშენებლობას. ნუგეშელებო გილოცავთ, ბევრი წლები მომელოცოს ერთობით და სიყვარულით. მადლობა გიორგი დარასელიას, რომ ყოველთვის მithმობს დროს. დღეს კიდევ გადავრჩი, არ გვიკამათია, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა სულიერად გიორგი და ყველაფერი კარგად არის. მადლობა თქვენ ტელევიზიას გიორგი, ძალიან ეროვნული ხალხია და აი ესეთი გადაცემა, იმიტომ კი არა რომ მე ვარ გიორგი, ესეთი გადაცემა საქართველოში მე მეორე არ მეგულება, პირდაპირ ვაცხადებ ამას და კარგი იქნება რომ ყველა ტელევიზიამ ერთი ასეთი გადაცემა გააკეთოს, მაგრამ როგორ გააკეთებენ, ამდენი დარასელი არ არის და ეხლა. არა, ვიღაცები ისეთი მოწაფეები ყავთ. ისე მაგარ რაღაცას გეტყვი, ვიღაცები თემუდან გამოწერილი დარასელები არიან, უნდათ რაღაცა, მაგრამ მე უშვებ საიდან გამოწერილები? თემუდან რო გამოცერ, ხო ის ჩინური ვარიანტი რო არის. მე რას უშვებ ხოლმე, თავში კი არ მოგსავრინე, არ გეწყინოთ, უბრალოდ რაღაცა საქმე ხო, რაღაც შენ იცი უკვე ამდენი წელია, ხო? ვიღაცები იწვევენ ხოლმე, რაღაცა აქვთ ხოლმე ეს თელობები, მაგრამ საქმე რაშია, იცით მამაო, მე მზდის ეს. მე მიხარია. ნეტა ჩემზე 10 ჯერ ვუკეთებ. არა, მე მივბაცავ, ნეტა ჩემზე დიდ წინ იყვნენ, ძალიან მაგარი იქნება. ასეთი ჟურნალისტი არის რომ შენ მიბაზო? არა, ჟურნალისტი არ მომბ, ისეაც აი თემატიკოს რომ იმაშვებიან. იდეები გადმოვიღო. ჟურნალისტი ხო, არიან ხოლმე სასულიერო პირს მოიწვევენ რაღაცა, კი, იყოს. ნეტა კარგად გამოუვიდეთ, ალალი იყოს, თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი ხო არის, რატო უნდა შენთან მოსულებს, მე სულ усმენ გიორგი, რაზეა ლაპარაკი, სიამოვნებით усმენ. დიდი მადლობა, მამა, უღრმესი მადლობა თქვენ რო ხარ და ძალიან დიდი ბოდიში, თქვენ ყველაზე ძალიან გიყვართ ეს ადამიანი, ვიცი და აუცილებლად რო არ მიულოცო. დაბადების დღე ქონდა მამა გიორგის ზვიადაძეს და
აი ამ ადამიანმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გააკეთა ძალიან ბევრი რამ, აი ძალიან და ჩვენი აკადემია და სემინარია დღეს რო არსებობს და ამ დონეზე არის უწმინდესის მერე ამ ადამიანს აქვს უდიდესი წვლილი მიღებული და დიდი მადლობა აქედან ულოცავ დიდ ხანს სიცოცხლეს და მამა გიორგი ზვიადაძე არის პროტოპრესვიტერი, ანუ პირველი მოძღვარი, ჩემი მეგობარი და მასწავლებელი, ღმერთმა დალოცოს მამა გიორგი ზვიადაძე თავის მრევლთან, თავის აკადემიასთან ერთად და ღირსეულად იმსახუროს ბევრი წლები. ძალიან ბევრ საქმეს უკეთებს და აი აქ მამები მოდიან, რომელსაც მასაც შეხება აქვს მამა გიორგი ვაშალომიძე. მე მისი გაზრდილი ვარ და რა ვიცი ხა. ხო და წარმოიდგინეთ ეხლა აი ვიზე მაქვს საუბარი რა და აი ღმერთო კარგად იყოს, ძალიან დიდხანს იყოს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის გადაყოლილი მთელი თავის ცხოვრებით ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და მადლობა გიორგი რომ გაიხსენე. ხო რა ისე გამიხარდა ის და სხვათა შორის ჩემი ახლობელი არის ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი. მოიყვანე მამა გიორგი აქ რა. აუცილებლად ვეცდები რომ მოვიყვანო. კი, აუცილებლად მოვიყვან. ნოდარის ულოცავ კიდე ჩემი ახლობელი არის, მეგობარი არის, იცი დატო, აი მინდა რომ ყველა კაი ხალხს მიულოცო, ბედნიერება და სიხარული მინდა ულოცო, დღეს აქვს დაბადების დღე და აუცილებლად რო არ მომელოცა, შანსი არ იყო, კაი წარმატებები და ყველაფერს იკეთეს გისურვებთ. ბედნიერებას და ყველაფერი კაც ყველანაირ დროს გადავაჭარბეთ ნატახტარში ცხოვრობს ხათა შორის იქითკენ სადაც ღვთისმშობლის ეკლესია არის და ძალიან მაგარი ადამიანები არიან იქ სასწაული ხალხი ცხოვრობს ბედნიერებას გისურვებთ მოკლედ თელ ოჯახს და ყველაფერს იკეთეს გისურვებთ კარგად ზანდებოდეთ დროებით